ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. თუნდაც ამ ხეს, რომელიც უძველესი ქართული მონასტრის ეზოში ხარობს. ეს შუამთაა, ძველი შუამთა. ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა. ის კახეთში, კერძოდ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბნის სიახლოვეს, ტყეში მდებარეობს. სამი მხრიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ღრმა ხევები აკრავს. შესაბამისად, მისასვლელი სამხრეთიდან აქვს. სამონასტრო კომპლექსში შედის სამი ეკლესია, მათ შორის ყველაზე ძველი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც მე-5 საუკუნეს განეკუთვნება და უკიდურეს სამხრეთით დგას. ორი კი გუმბათიანი ტაძარია, ერთი დიდი, მეორე კი პატარა. ორივე მე-7 საუკუნით თარიღდება. როგორც ხედავთ, სამივე საკმაოდ ძველია. გამოდის, რომ აქ ადრე შუა საუკუნეებშივე დაიწყო სამონასტრო ცხოვრება. ტაძრები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობენ. ძველი სამნავიანი ბაზილიკიდან დიდ გუმბათიან ეკლესიაში ფაქტიურად პირდაპირი გასასვლელია. ისინი ერთმანეთისგან 2 მეტრით თუ იქნებიან დაშორებული. დიდი გუმბათიანი ეკლესია მცხეთის ჯვრის ტიპისაა, თუმცა მასთან შედარებით საგრძნობლად პატარაა. ჯვართან შედარებით აფსიდებისა და ბემების სიღრმე შემცირებულია, შესაბამისად გუმბათის ყელის მნიშვნელობაა გაზრდილი. ინტერიერის დეტალური დათვალიერებისას ძველი ასომთავრული ასოები გავარჩიე, თუმცა რაიმე ერთიანი ტექსტი ვერ ამოვიკითხე. ეს უფრო გამოცდილი პალეოგრაფების საქმეა. ტაძრის ჩრდილოეთ შესასვლელზე გარედან მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი, რომელიც გვიანდელი პერიოდისა უნდა იყოს. ზემოდან უფრო კარგად ჩანს ეკლესიების გეგმარება. აშკარა მსგავსებაა ჯვართან. ცალკე აღნიშნვის ღირსია კომპლექსის ჰარმონიული შერწყმა ბუნებასთან. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია, თუმცა განსაკუთრებით შემოდგომით. ამიტომ ამ პერიოდის ძველი შუამთის თქვენთვის ჩვენება არ დამზარებია.
ეს კი მცირე გუმბათიანი ეკლესიაა, დიდის მსგავსად მე-7 საუკუნის. გეგმარებით ისიც ჯვრის ტიპისაა. 4 მხარეს აფსიდები აკრავს, ხოლო კუთხეებში მცირე ნიშებია. შუამთის ეკლესიებს არ გააჩნიათ ფასადების მორთულობა, რამდენიმე მცირე დეკორატიული ელემენტის გარდა. ძირითადად ტაძრები ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში კი გამოყენებულია შირიმის ქვა. მე-16 საუკუნეში ძველი შუამთა დაცარიელებულა. მის მახლობლად კახეთის მეფის ლევან მეორის მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. მე კი ამ ორი მონასტრის, ძველი და ახალი შუამთის საერთო ხედით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.